მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და დღეს ახალ პოდკასტს ვიწყებ. დავარქვათ, რომ საზაფხულო პოდკასტია და თუ მოგეწონებათ, შემდეგაც გავაგრძელებ. პოდკასტს ქვია საინტერესო ადამიანები და მისი შინაარსი ის არის, რომ ყოველ კვირა დღეს გიამბობთ ერთ ადამიანზე, რომელთან ინტერვიუც საინტერესო ადამიანების რუბრიკის ფარგლებში ჩავწერე. ეს რუბრიკა 7 წელიწად ნახევრის განმავლობაში იქმნებოდა და ინტერვიუები განთავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე. შევეცდები, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ქმნიან დღევანდელი საქართველოს შინაარსს, გაგაცნოთ, დაგანახოთ ისე, როგორც ისინი მე დავინახე და მე გავიცანი. ახალი პოდკასტის პირველი გადაცემა ტარიელ ჭანტურიას ეძღვნება. როცა ბატონ ტარიელთან ინტერვიუ ჩავწერე, ის იყო 88 წლის და ვკითხე, რომ 2 ცხრიანზე რა სიტყვით მეთქი და მითხრა 2 ცხრიანი არის უბედურება, იმიტომ რომ მოიხედავ და შენი საყვარელი ადამიანების უმრავლესობა გაკრეფილია, შეარცხვინა ღმერთმა ამნაირი სიცოცხლეო. საუბრის ბოლოს ბატონ ტარიელი თვითონ დაუბრუნდა სიკვდილის თემას და საოცარი ფრაზა მითხრა. ჭაბუა 94 წლის გარდაიცვალა და მინდა მისგან გადავიწერო ეს 94 წელი. მაშინ ეს ფრაზა ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ ბატონი ტარიელი დაკრძალეს თავის დაბადების დღეს, როდესაც სწორედ 94 წელი შეუსრულდა და აი ამას უკვე ქვია წინასწარმეტყველება სამყაროს ყველაზე ღრმა საიდუმლოს წვდომის უნარი. სანამ ბატონ ტარიელის შესახებ კიდევ ბევრ რამეს საინტერესოს გიამბობთ, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ტარიელ ჭანტურე, როგორც თვითონ ამბობდა, კატორღელი დედმამის შვილი იყო და ბებია ზრდიდა, მამის დედა ასინეთ ზოიძე. მაგრამ ეს ჩვეულებრივ ბები არ იყო. ეს იყო ქალი, რომელმაც 8 შვილი გაზარდა და თავისი 8-ვე შვილის სიკვდილს მოესწრო. აი რა მიამბო ბატონმა ტარიელმა. ჩვენ რომ მოგვივლიდაო, ხაჭაპურს ან კვერს გამოგვიცხობ და მერე უკანა აივანზე გადიოდაო და იქიდან შორს 2 კილომეტრის იქით გორაკზე სასაფლაო მოჩანდაო და იქით იყურებოდა და ამბობდაო შვილო ვასოია, შვილო პროკოფი, შვილო ნატაშა, შვილო და ასე 8-ვე შვილს დაიტირებდა. ამ გარემოში გაზრდილმა ბავშვმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და რომ ვკითხე ბატონ ტარიელს ეს როგორ შეძელით მეთქი, მითხრა, რომ კლასში ერთადერთი მკითხველი ვიყავიო, მაგარი მკითხველიო და მასწავლებელიც კი მოკრძალებულად მელაპარაკებოდა და კითხვებსაც ზე მორიდებით მისვამდაო. ოქროს მედალოსანი ახალგაზრდა თბილისში ჩამოვიდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. მაშინ წესი იყო ესეთი, რომ ვისაც მედალი ჰქონდა, გამოსცემს არ აბარებდა, უბრალოდ მედალს დატოვებდა და სტუდენტი იყო. ხო და რომ მოვედიო, ვნახე, რომ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე არავინ არ იყო და გვერდზე იყო ახლად გახსნილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და იქ დიდი რიგი იდგაო. მეც გადავწყვიტე, რომ ამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამეპარებინაო. და შემდეგ ამბობდა, ჩვენი ჯგუფი პატარა მწერალთა კავშირი გეგონებოდა. მე ვწერდი ლექსებს, ოთარ ჭილაძე წერდა ლექსებს, ზურაბ რცხილაძე წერდა ლექსებს, ჯანსუღ ჩარკვიანი წერდა ლექსებს, ვახტანგ ჯავახაძე წერდა ლექსებს. მერე სულ ერთად ვიყავით, მივდიოდით პურს ვჭამდით ერთად, პოკერს ვთამაშობდით ერთად, ვმღეროდით ერთად. ტარიელ ჭანტურია ყვება, რომ მისი სამეგობროს წევრები, ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი, თვითონ და კიდევ სხვებიც უმეტესობაო ვიყავით კატორღელების შვილები, ტანჯული ადამიანები და ღატაკებიო, მაგრამ იქვე ამატებს. გავიმეტოთ ეს სიტყვაც, ამავე დროს ვიყავით ნიჭიერები, მაგრამ ბედისგან გამეტებულები. ტარიელ ჭანტურიამ ედვარდ შევარდნაძესთან დაკავშირებული 2 ამბავი გამიზიარა. ერთი მოხდა მაშინ, როდესაც ედვარდ შევარდნაძე ცეკას მდივანი იყო საქართველოში და მეორე მაშინ, როდესაც ედვარდ შევარდნაძე უკვე მოსკოვიდან დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში და ეხლა ამ ორივე ამბავს, ორივე ძალიან საინტერესოა, მოკლედ გიამბობთ. როცა
კომუნისტური პარტიის ცეკას გენერალური მდივანი გახდა იური ანდროპოვი, როგორც ბატონმა ტარიელმა თქვა, მას არ უყვარდაო შევარდნაძე და ამიტომ შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ მის წინაშე თავი გამოეჩინა და ეჩვენებინა, რომ აი ეს ხალხი, ვინც ადრე პარტიას არ ეკარებოდა, აი ხა შემოდის პარტიაში თქვენი პატივისცემის ნიშნად და გულისხმობდა პოეტებს, წერლებს, მხატვრებს და ასე შემდეგ და აი ამ განზრახვის შესასრულებლად ჭაბუა ამირეჯიბ შეუთვალა, რომ პარტიაში შემოდიდა დოკუმენტური კინოსტუდიის დირექტორად დაგნიშნავა, ტარიელ ჭანტურიას ლიტერატურული საქართველოს რედაქტორობას პირდებოდა შევარდნაძე და ოთარ ჭილაძეს ჟურნალ მნათობის რედაქტორობას. არ იყო ადვილი უარის თქმა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ უარი უნდა გეთქვა იმ შესაძლებლობაზე, რომ ძალიან კარგი საქმე გეკეთებინა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი ის იყო, რომ უარი ნიშნავდა პირდაპირ პროტესტს და ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შავ სიაში ჩაგწერდნენ და ცხოვრებას საგრძნობლად გაგირთულებდნენ. ბოლოს აღმოჩნდა რა, რომ იმ დღეს, როდესაც პასუხი უნდა ეთქვათ და ნოდარ დუმბაძისთვის უნდა ეთქვათ ეს პასუხი და მას შემდეგ გაიგებინებინა ედვარდ შევარდნაძისთვის, მისულა ტარიელ ჭანტურია ნოდარ დუმბაძესთან და უთქვამს, რომ წუხელო მთელი ღამე ვერ დავიძინებ, ნერვიულობდი ძალიანო, მაგრამ რა ვქნა, მაინც უარი უნდა გითხრაო. და ნოდარ დუმბაძეს უპასუხია, შენ და ოთარ ჭილაძემ ხო არ მოილაპარაკეთო, ზუსტად იგივე სიტყვები მითხრა მანაცო. და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ოთარ ჭილაძემაც და ტარიელ ჭანტურიამაც ყველაფრის მიუხედავად უარი შეუთვალეს ედვარდ შევარდნაძეს პარტიაში გაწევრიანებაზე. ტარიელ ჭანტურიას და ედვარდ შევარდნაძის მეორე გადაკვეთის ამბავი კიდევ უფრო მეტად საინტერესოა. ეს იყო დრო, როდესაც რუსთაველის საზოგადოებას ჰქონდა თავისი გაზეთი, მამული ერქვა და მის რედაქტორი ტარიელ ჭანტურია იყო. ამ დროს შევარდნაძე ისევ მოსკოვშია, მაგრამ საქართველოში დადის ხმები, რომ უნდა დაბრუნდეს პრეზიდენტად და მაშინ ტარიელ ჭანტურიამ ამ გაზეთში, მამულში დაწერა ძალიან ცნობილი წერილი. ამ წერილს ერქვა კიდევ ერთი ჭორი და წერდა, რომ ხმები დადისო ასეთი, რომ შევარდნაძე უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ედვარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტად უნდა დაბრუნდესო, თავისუფლების წყურვილის გამჟღავნებისთვის, გოგობიჭების დამხრეტი, საკუთარი ძმაკაცების დამხრეტი და კიდე ფაქტები იყო ჩამოწერილი, რომ აი ეს ადამიანი, რომელიც ეს ყველაფერი ჩაიდინა პრეზიდენტად, როგორ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. და ბატონი ტარიელი მიყვება, რომ ისე მოხდაო, რომ ამ წერილის გამოქვეყნებიდან ზუსტად მეორე დღეს დროებით ჩამოსულა საქართველოში შევარდნაძე, დმანისი და ბოლნისი მოიარაო, მერე სადღაც ტელევიზიაში საღამოს სტუმრად იყო და ბევრი ილაპარაკაო და ბოლოს ესეთი რამ უთქვამს, წარე წერილი დაბეჭდილა ჩემზე. მინდა ვუთხრა ჩემს მშობლიურ ქვეყანას, რომ ჩემი იქ კრემლში მარტო არსებობის ფაქტიც კი უზარმაზარი სიკეთეა საქართველოსთვის. შემდეგ გასულა რამდენიმე თვე და აი 11 ივლისო ჩემი დაბადების დღე არისო და გადავშალე ერთი გაზეთიო, მგონიო საქართველოს გაზეთი ერქვაო, ბატონი ტარიელი მიყვება და რას ვხედაო, ედვარდ შევარდნაძე მილოცავს დაბადების დღესო. ესე იგი, აი ამ წერილის კიდევ ერთი ჭორის ავტორს ედვარდ შევარდნაძე მილოცავს დაბადების დღესო. აი მაშინ მივხვდი, რომ ევროპის მასშტაბით ამაზე დიდი შებერტყილი არ არსებობდა. ტარიელ ჭანტურიამ ერთი სული შემძვრელი ამბავიც გამიზიარა და ამ ამბავს პირდაპირ მისი მონათხრობით გადმოგცემთ. დეიდა მაკა, ჭაბუას დედა, კატორღელი ქალი იყო, ხო და ერთხელ დამირეკეს დეიდა მაკას სურათები ვნახეთო კატორღაში გადაღებული და მოდიო შეიძლება დაგაინტერესოს როგორც კატორღელები შვილსო. მივედი ვათვალიერებ და ფოტოზე 5 კატორღელ ქალს ვხედავ. სამნის ხედან შუაშია დედა მაკა, ჭაბუას დედა, 2 დგას. მათ შორის ერთი დედა ჩემია. მოწაფეებივით ვტიროდით ნახევარი საათი ჭაბუა და მე. ჭაბუას დედა და ჩემი დედა თუ დაქალები იყვნენ კატორღაში, ამას ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით. ახლა ტარიელ ჭანტურიას ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან თემაზე, თამაშზე მინდა გიამბოთ.
ბატონი ტარიელი ამბობდა და ეს ისედაც ცნობილია, რომ კულტუროლოგიაში ეს თამაშის ფენომენი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი. ხო და აი რა მითხრა მან, ჩვენთანო თუ გაიგებდნენ რომ ვინმე კარც თამაშობს ან არც თამაშობს, ყველას ჟულიკებს და კარტოჟნიკებს ეძახდნენ და ვისაც არადროს არაფერი უთამაშია, კი ბატონო, ის ადამიანი კარგი კაცია, კარგი ოჯახის შვილია, მაგრამ საინტერესო პერსონა ვერ იქნება. თამაში მარტო პოკერი, ნარდი და ჭადრაკი არ არის. თამაშია თეატრი, თამაშია კინო, არქიტექტურა, ხატვა, თამაშია სიყვარული და თამაშია თავად ცხოვრება. დიახ, საბჭოთა დროშიც ცნობილი იყო, რომ ჭაბუა ამირეჯიბის სახლში მისი მეგობრები იკრიბებოდნენ და პოკერს თამაშობდნენ. ეს ზოგს ძალიან ნორმალურ ამბად მიაჩნდა, მაგრამ ზოგი ძალიან კიცხავდა ტარიელ ჭანტურიას, მურმალებანიძეს, ხვებსაც. ხო და იცოდნენ რომ მე და მურმალებანიძე მოთამაშები, პოკერისტები ვიყავით და მარტო ჩვენ კი არა. ოთარ ჭილაძე, გურამ საღარაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ მეღვინე თუხუცესი, ხვებიც. პატარა წერილი დავწერეო, ბატონი ტარიელი ამბობს, კი მეთქი ცოდვილები ვართ, თამაშობთ, მაგრამ იქნებ საინტერესო იყოს, ვინ არიან ეს მოთამაშეები, ეს ჟულიკები. ჩამოვწერი გვარები, ამის მერე დაანებეს თავი ჩვენს ლანცხვას. ჩემთან ინტერვიუს დროს, როცა 10 წლეულები იყო უკვე გასული იმ პერიოდიდან, როცა ბატონი ტარიელი და მისი მეგობრები ამ პოკერს თამაშობდნენ, თავი შეიკავა რაიმე დეტალების დაზუსტებისგან და საინტერესო ის იყო, რომ დეტალები არც მიკითხავს. როგორც კი ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი, მაშინვე ძალიან დელიკატურად მიმანიშნა, რომ იყო ინტერვიუები, სადაც მას თამაშთან დაკავშირებით დეტალებს ეკითხებოდნენ და არც მათ გავუმხილეო დეტალები და არც თქვენ არ გაგიმხელთო მითხრა. მაგრამ აი ეს კი გამიმხილა და ეს კი გამიზიარა და გამანდო, რომ 5 კაცი რომ ზის და თამაშობს, ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ საღარაძე, თამაზ ჭილაძე, მურმალებანიძე, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს დიდი თამაშია, დიდი მასშტაბის ამბავია. მთელი ინტერვიუს განმავლობაში 88 წლის ტარიელ ჭანტურიას ყველანაირად ეტყობოდა, რომ დღემდე იმ დღემდე გულს უთბობდა ის მეგობრობა, ის ერთგულება, ის მხარში დგომა, რასაც ის გრძნობდა თავისი სიჭაბუკის მეგობრებისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში და რა თქმა უნდა ამავეს გასცემდა თვითონ მათ მიმართ. სანამ ტარიელ ჭანტურიას შესახებ ამბის მოყოლას დავასრულებ, მინდა რომ მისი 2 ფრაზა შეგახსენოთ, რომლებიც მჯერა რომ მის სახელთან ერთად შემორჩება მომავალს. და პირველი ფრაზა არის ასეთი: ჭეშმარიტი მწერალი, ჭეშმარიტი პოეტი ანგარიშს აბარებს შორეულ მომავალს. თითოეულე მითხრა, რომ ეს მარინა ცვეტავას ლექსის ერთი სტრიქონის პერიფრაზი არის, რომ მე გავაკეთე ეს პერიფრაზიო და მართლა მთელი ცხოვრება ამ გადასახედიდან ჩადიოდა ყველაფერს, წერდა, ცხოვრობდა და ყოველთვის ახსოვდა ეს, რომ მწერალი და პოეტი ანგარიშს აბარებს მომავალს, მაგრამ ძალიან საინტერესო რა კონტექსტში მითხრა ეს ფრაზა. მე ვეკითხებოდი, რომ აი საბჭოთა საქართველოში თქვენი მეგობრებიც მათ შორის და ადამიანები სულ სხვადასხვანაირად იქცეოდნენ და ამის შესახებ თუ აპირებთ, რომ რამე გვიამბოთ, თქვენ ყველაფერი იცით მეთქი და მითხრა, რომ არაო, აი 300 გვერდიანი ბლოკნოტი დევს ჩემს სამუშაო მაგიდაზე და იქ წერია ყველაფერი იმ ადამიანებზე, რომლებთან ერთად წლები გავატარე და ეხლა ვერაფერს ვერ გაგიმხელ შენო, იმიტომ რომ მომავლის წლებს ჩავაბარებ ანგარიშსო. მეორე ფრაზა პირდაპირ იმ თემას ეხება, რომელსაც ჩვენი საუბრის განმავლობაში სულ უტრიალებდა, ხან მიუახლოვდებოდა, ხან დაშორდებოდა, ეს სიკვდილის თემას გულისხმობ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტყვებიც თავისი ინტუიციის უღრმესი შრიდან ამოიღო. ციტატა: მე მაგალითად ძალიან მჯერა ის, რაც ასე რთულია აქ, ეს ცხოვრება, არ შეიძლება ასე მარტივი იყოს იქ, რომ მოკვდე და გათავდეს ყველაფერი.
ტარიელ ჭანტურიას ამ უაღრესად ოპტიმისტური ფრაზით დავასრულებ დღევანდელ გადაცემას. დღეს საგანგებოდ არაფერი მithქვავს მის პოეზიაზე, მის შემოქმედებაზე, იმიტომ რომ მინდოდა რომ ადამიანურად ახლოს მივსულიყავით მასთან, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ თანამედროვესთან. მართლაც ძალიან განსაკუთრებული კაცი იყო თავის ცხოვრებით, თავის შემოქმედებით, ვრცელი ინტერვიუს ბმული აქვე იქნება გადაცემის აღწერაში და თუ მეტი დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ გაყვეთ ამ ბმულს და წაიკითხოთ ინტერვიუ. შევხვდებით შემდეგ პარასკევს. მანამდე კი გიტოვებთ თხოვნას ტრადიციულს, რომ გამოიწეროთ ციტატა და ასევე ტრადიციულად ჩემი უღრმესი, ძალიან გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად